ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წიფლნერესა და ერგეს თემებში წყალსადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც 80 ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა მოიხსნება, რაც უკანასკნელი წლების მანძილზე აწუხებდათ. სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია დონბატი აწარმოებს, რომელმაც სამუშაოები სექტემბერში უნდა დაასრულოს. თუმცა კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით პროცესი გეგმით გათვალისწინებულ დროზე ადრე დასრულდება. წყალსადენისარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მოადგილესთან ერთად მოინახულა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 90,980 ლარია გამოყოფილი. დაახლოებით მილიონზე მეტი თანხა იხარჯება ჩვენი მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით. ნახეთ, ეხლა დღეს მიმდინარეობს უკვე დაწყებულია სამუშაოები ერგის წიფლნარა ერგის მიმართულებით. ფაქტიურად აი ამ პროექტით დაახლოებით 80-მდე ოჯახი, მარტო ამ პროექტით 80-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება წყლით მომარაგებით.